გამარჯობა, მე ლილუ ვარ და ახლა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ნიკოლას მადუროს დაკავებას ცნობილი ვენესუელელი ვარსკვლავები გამოეხმაურნენ, რომლებიც ქართულ მაყურებელს პოპულარული სერიალებიდან ახსოვს. დემოკრატია და ღირსეული ცხოვრება ყველასთვის თანაბარი უფლება უნდა იყოს. დაწერა პრისიონერას ვარსკვლავმა გაბრიელა სპანიკმა. თავისუფალი ვენესუელა, ასე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს სერიალ კასანდრას ვარსკვლავი კორაიმა ტორესიც. ცნობილი მსახიობების პოსტებს საზოგადოებაში ემოციული გამოხმაურება მოჰყვა. სტამბულში კი დააკავეს თურქული სერიალების ვარსკვლავი დოგუკანი გიუნგორი. ის ქართულმა მაყურებელმა გაიცნო როგორც სერიალ მოცვის შარბათის მთავარი გმირი. ნარკოტიკებთან ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში მასთან ერთად 23 ადამიანი დააკავეს. ცნობილი ბლოგერი პლასტიკური ოპერაციის დროს გარდაიცვალა. 38 წლის ქალი მოსკოვში იტალიიდან ჩავიდა, რათა დუნდულები გაედიდებინა. ქალი ოპერაციის დროს გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს. როგორც ირკვევა კოსმეტოლოგს, რომელმაც ბლოგერს საბედისწერო ოპერაცია ჩაუტარა, არანაირი განაწილება არ ჰქონდა. წუხელ რუსთავი 2-ის რეალიტი შოუ ჰაუსში მონაწილეებს შორის მორიგი, მწვავი დაპირისპირება იყო. დეტალურად რა ხდებოდა შოუში პრაიმ თაიმის გვერდიდან შეიტყობთ. ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიურმა მასთან საკუთარ პოდკასტში გულახდილი ინტერვიუ ჩაწერა. შეგახსენებთ თამუნა მუსერიძემ, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯგუფი ვეძებ დააფუძნა, ბიოლოგიური მშობლები 8 წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. მამა ქორეოგრაფი გურგენ ხორავა აღმოჩნდა. გინესის წიგნს კიდევ ერთი რეკორდი დაემატა. რიო-დე-ჟანეიროს კოპაკაბანას გვაჟზე დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა ახალი წლის აღნიშვნევად. რიოს გრანდიოზული სანახაობა გინესის რეკორდების წიგნში შევა. ამ და სხვა ბევრ საინტერესო ამბავს პრაიმ თაიმის გვერდზე წაიკითხავთ. მე კი ბედნიერ განწყობას გისურვებთ. შეხვედრამდე.